სალომე კენჭიაშვილიც და ალბი კორძაიაც ახლა სასამართლოს გამართვის მოლოდინში არიან. ისინი გუშინ საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს იმ დროს, როდესაც იმყოფებოდნენ ზურა ჯაფარიძის მხარდამჭერ აქციაზე. რეალურად ისინი იყვნენ იმიტომ, რომ პროცესს დასწრებოდნენ, თუმცა შეზღუდული რაოდენობის მოქალაქეები შეუშვეს სასამართლო სხდომაზე. ალბი კორძაიაც და სალომე კენჭიაშვილის პოლიციელებმა დააკავეს და როგორც კორძაია მისი ინტერესების დამცველებს უყვება, სამართალდამცველებმა მასზე იძალადეს ზალას გადაამეტეს. კორძაიას ინფორმაციით, მაშინ როდესაც მას აკავებდნენ, ძირს დააგდეს, ჩაარტყეს, ხელბორტკილები მჭიდროდ მოუჭირეს, რის გამოც აქვს დაჟეშილობები, სისხლნაჟღენთები, სისხლჩაქცევები და ნაკაწრები და როგორც კორძაია ამბობს, ეს ყველაფერი ამ სამართალდამცველის ამოცნობა შეუძლია, ვინც მასზე ფიზიკურად იძალა. საქმის კურსში არის როგორც სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი აღწერს იმ დაზიანებებს, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებს აქვს მიღებული, ასევე საქმის კურსში ჩააყენეს ადვოკატებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მანამ სანამ ფორმალურად კვლავ არსებობს კაციტაძის უწყება, რომლის მოვალეობა სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო გადაცდომების გამოკვლევა, ადვოკატებმა უწყება საქმის კურსში ჩააყენეს და იმედოვნებენ, რომ რამდენიმე დღეში მაინც ამ შემთხვევაში, როცა კადრებიც არსებობს, სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დარღვევის საგამოძიებო უწყება სამართალდამრუღლე იმ სამართალდამცავებს გამოავლენს, ვინც სავარაუდოდ ზალას გადაამეტა. დაკავება ხორციელდებოდა, ის დააგდეს ძირს, ამ დროს დაიზიანა მუხლი და აქვს სხვადასხვა დაჟეჟილობები ფეხებზე, ასევე როდესაც იყო თავარდნილი წამოყენების დროს უკრიდან მას ჩაარტყა ერთ-ერთმა პოლიციელმა და თრევით წაიყვანა მანქანისკენ. შემდეგ დაადევს ხელბორტკილები, რომლებიც იყო ძალიან მოჭერილი, ხელზე და აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, აქვს მაჯები გასიებული და აქვს სილურჯეები, რაც ყველაფერი აღწერილა სახალხო დამცველის დოკუმენტშიც. ამ მომენტისთვის სუსტად ვინ იძალა და ალბიზე სახელი და გვარი არ ვიცით, მაგრამ ალბი მას აღწერს და შეუძლია რომ ამოიცნოს. ეხლა ამ ეტაპისთვის იზოლატორში მე მას ვერ ვანახე სხვადასხვა სურათები, რომელთაც შეიძლება ამ პოლიციელის ამოცნობა, მაგრამ როდესაც გამოვა, რა თქმა უნდა, ალბი თვითონ აღწერს ამ პოლიციელს და იტყვის ვინ იძალა და მასზე. მე როგორც უყურე კადრებს, როცა ალბისკენ გაიწიეს დასაკავებლად, მაგ დროს გამოიწია ჩემი და გასაშველებლად ჩანს იქ რაღაცა წამებში და მაგ დროს მოკიდეს სალომესაც ხელი. ჩემი და ხურდაში მოყვა და მაგას გავარკვევთ და იმედია სასამართლოზე მაგ ფაქტს მიიღებენ მხედველობაში. რაც აქციებია დაწყებული, ყველანაირი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან თავისთავად ემსახურება აქტივისტების დაშინებასაც, დისკომფორტის შექმნას, ყველაფერს არ ვიცი რა უნდა მოხდეს კიდე იმისთვის, რომ მიხვდეს ეს ხალხი, რომ დიდად არ გოშინია. ახლა ყველაფერი არის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დამოკიდებული, როდის მიმართავს სასამართლოს, რომ პროცესი გაიმართოს ადმინისტრაციული წესით დაკავებულების მიმართ. შეუძლია შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დღესვე მიმართოს საქალაქო სასამართლოს, ან კვლავ 24 საათით გაახანგრძლივოს ორი აქტივისტის ადმინისტრაციული პატიმრობა.